მერვე დღეა რუსთავის ციხეში ზის ნიკამელია. ოპოზიციის ლიდერი, რომელიც გირაოს გადახდის ვადის ამოწურვამდე გაიტაცეს. ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული დაკავების ოკს მალავს. დღეს გავიდა 8 დღე ნიკამელიას უკანონო გატაცებიდან. ჩვენ მოვისმინეთ არაერთი განცხადება, თუმცა დაცვის ხარის არაერთი წერილებითი მოთხოვის მიუხედავად არც გამოძიება დაწყებულა აღნიშნულ კრიმინალურ გატაცებაზე, დაცვის ხარის არ გადმოგვცემია ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალები, აღნიშნული საქმე არ მიუტანიათ სასამართლოში, თავი რომ დავანებოთ რაიმე სახის ჩანაწერს, ან ვიდეო ფიქსატორის ჩანაწერებს, ან სამხრეთ კამერის ჩანაწერებს, მივმართავთ საჯაროდ სახალხო დამცველს. მოახდინონ რეაგირება. ეს არის თავგასულობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, ეს არის აბსოლუტური უკანონობა, პოლიტიკური ლიდერი მოიტაცეს და უკვე 8 დღეა მის ადვოკატებს არ ეძლევათ განმარტება, რა დაედო საფუძვლად აღნიშნულ გატაცებას. ეკნება თუ არა რეაგირება სახალხო დამცველს საჯარო განცხადებაზე უცნობია. ნიკამელია 8 დღის წინ გაიტაცეს, თუმცა ამ დრომდე ომბუდსმენის აპარატს ის არ მოუნახულებია. სასამართლოს სტომამდე ერთი დღით ადრე, ყოველგვარი ფორმალური საფუძვლის გარეშეც კი ხდება ნიკამელიას კრიმინალური გატაცება. არათუ სამხრეთ კამერები წარმოადგენენ, სადაც მისი გატაცების, ესე ვთქვათ, კადრები იქნებოდა აღბეჭდილი, არამედ მანქანიდან მოხსნილია ვიდეო რეგისტრატორები, მოგლეჯილია და უკან არ გვაძლევენ და არ გვიბრუნებენ, რათა საზოგადოებას ვაჩვენოთ კიდევ ერთხელ უმორებ, როგორი კრიმინალური მეთოდებით მოხდა ნიკამელიას გატაცება. პირველების ინფორმაციით ნიკამელია და ზურა ჯაფარიძე აპირებენ საქმეში არსებული მტკიცებულებები უდაოდ გახადონ, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი რა გზას აირჩევს ივანიშვილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ოპონენტების საქმეზე, ჯარიმას დააკისრებენ თუ ყველა ლიდერს არ აქვს მნიშვნელობა გადაიხადა თუ არა გირაო ციხეში გაუშვებენ.